რაც შეეხება დინამოს კაპიტანი აქაც მეკარია 77 ნომრით მოთამაშე გიორგი ლორია 4 ნომერი უსტარიცი 6 გივი კვარაცხელი 37 გიორგი შაშიაშვილი 26 პატრიკ მილხრაუმი 8 ლევან ხმალაძე 27 პეტერ გრაიცი არის 88 ირაკლი ზარია 10 გიორგი მერებაშვილი 28 ჩისკო 9 ჯაბადვალი დუშან უხრინი გუნდის მთავარი იწყებენ მასპინძლები ტორპედოს ფეხბურთელები მოედნის ცენტრში სწორედ ისინი არიან ისინი გაითამაშებენ ბურთს საბანაძე ბერიაშვილი ეს ორი ფეხბურთელი გაითამაშეს ბურთს და დაიწყება ჩვენი დღევანდელი შეხვედრა ზოგადად თუ ვისაუბრებთ ეს გუნდები ძალიან ბევრჯერ 53 ჯერ შეხვდნენ ამ მატჩამდე უპირატესობა აქ დინამოს 25 მოგება 15 მოიგო ტორპედომ 13 ფრედ დასრულდა მაგრამ ეს მხოლოდ ციფრებია და ეს მხოლოდ ისტორია ყველაფერი გამოჩნდება მოედანზე და უახლოესი 90 წუთის განმავლობაში ვნახავთ თუ რა მოხდება საჯები აუცილებლად უნდა გითხრათ რომ მოთარხეცაძეა დღევანდელი შეხვედრის არბიტრი თბილისელი არბიტრი ასისტენტები ირაკლი უკლება ტყიბული და გიორგი ელეკაშვილი თბილისიდან დამატებითი ასისტენტები გიორგი ვადაჭკორია და თორნიკე კვანცელაძე სათადარიგო მსაჯი კახა ტეპნაძე რატომ გავამახვილე ყურადღება ოთარხეცაძეზე თავისთავად ასევე რეპორტაჟის დაწყების წინ უნდა ვთქვათ რომ ეს გუნდები წელს უკვე ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და პირველად მეორე ტურში 18 აგვისტოს დინამო არენაზე დინამო ტორპედო 3-2 ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შეხვედრა მიმდინარე ჩემპიონატისა და ოთარხეცაძეს ჯიდა მაშინ შეხვედრას ვერ ვიტყვი რომ მაყოფილნი დარჩნენ მაშინ განსაკუთრებით ქუთაისელები ამ შეხვედრის არბიტრით რადგანაც უკვე მე-19 წუთზე ისინი კაცნაკლუნი დარჩნენ ფირცხალავა იქნა გაძევებული და საერთოდ იმასაც დავამატებ რომ იმ შეხვედრაში რეკორდი დამყარდა 4 ფეხბურთელი იყო საერთოდ ჯამში გაძევებული მოედან ამ ჩემპიონატში მეტი ფეხბურთელი არც ერთ შეხვედრაში ბუნებრივია არ გაუძევებია და იყო ძალიან ბევრი შეცდომა იყო ძალიან ბევრი უზუსტობა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ რაღაცა გარკვეულწილად მე პირადად როდესაც მატჩი სოფლიო ნახე და ოთარხეცაძე იყო დანიშნული ცოტა გამიკვირდა რადგანაც მაშინ ქუთაისელებმა ტორპედოს ხელმძღვანელებმა გამოაქვეყნეს კიდეც ერთგვარი მიმართვა რომ ასეთ შეხვედრებში უფრო კვალიფიციური არბიტრები უნდა ინიშნებოდეს ეს ჩემი საქმე ნამდვილად არ არის ვინ უფრო კვალიფიციურია და ვინ არა მაგრამ უბრალოდ როდესაც თუნდაც ერთი გუნდის მხრიდან ან ორივე მხრიდანაც არის საუბარი საჯებზე ალბათ გარკვეულწილად უნდა იყოს გათვალისწინებული მეტნაკლებად მაინც კლუბების ინტერესი ხა მე ვერ ვიტყვი რომ კლუბები უნდა ნიშნავდნენ საჯებს მაგრამ აი ამ შემთხვევაში როდესაც არიან არბიტრები რომლებსაც თავისუფლად შეუძლიათ ალბათ მაღალ დონეზე განსაჯონ შეხვედრა იმ შეხვედრის გამოძახილიდან გამომდინარე დღეს ხეცაძის დანიშვნა რამდენად ლოგიკური იყო მე არ ვიტყვი მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ როდესაც რაღაც კითხვა ჩდება ამაზე პასუხი უნდა გაეცეს და მე პირადად და ალბათ ძალიან ბევრ კომაც გაუჩნდა ეს კითხვა და აქედან გამომდინარე აი ეს 90 წუთი რომელიც ჩვენ ერთად ვნახავთ გასცემს ამ ყველაფერს პასუხს ჯარიმა არის პირველი ჯარიმა დღევანდელ შეხვედრაში დინამოს ფეხბურთელები შეასრულებენ ამ საჯარიმოს მაგნატიდან შესრულდება ეს საჯარიმო და ნახოთ ელი გუნდით არის დაწეული ქუთაისის ტორპედო ერთი ფეხბურთელი ცოცხალ კედელში დგას დანარჩენი ყველანი საჯარიმოს მისადგომებთან და საჯარიმოში არიან ნახოთ მაღალი ჩაწოდებული ბურთი ბრძოლა ბურთისათვის დაარტყეს დინამოელებმა უსტარიცი იყო ეს ფეხბურთელი წინ წასული ცენტრალური მცველი რომელმაც მოახერხა დარტყმა მაგრამ საბოლოო ჯამში ბურთი ას და მიზანს სწრაფად ცდილობდა მიგინეიშვილი ბურთის გათამაშებას და მხოლოდ ახლა შეიყვანა ბურთი თამაში კიდევ ერთი დღეს 30 მარტია ყველამ ძალიან კარგად იცის და სწორედ ეს დღე არის ქართული ფეხბურთის ისტორიაში შესული იმ ერთი მარტივი მიზეზის გამო რომ სწორედ დღევანდელ დღეს 30 მარტს გაიმართა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ეროვნული ჩემპიონატის პირველი შეხვედრა მაშინ თბილისის იბერიასა და ფოთის კოლხეთს შორის და ყველას კარგად ახსოვს ის შეხვედრა თუ როგორ დასრულდა რა მოყვა ამ ყველაფერს შემდეგ განვითარება როგორ გაგრძელდა ეროვნული ჩემპიონატი მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ დღეს უბრალოდ ისტორიული დღე არის და ალბათ ეს უნდა გვეთქვა და გვეხსენებინა 30 მარტი სწორედ ამ დღეს დაედო სათავე საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატებს ისევ ქუთაისელი ფეხბურთელების შეტევაზე გრიგალაშვილი ძალიან კარგი გადაცემა ხეცაძემ ჩაჭრა ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა შემთხვევით არადა შეიძლება ეს პასი გასულიყო საჯარიმოში ქუთაისელები ხელი თუმცა არა ასე არ მიიჩნევს საჯი და ლორია გამოდის დროულად იღებს კიდეც ბურთს გიორგი ლორია ნაკრებთან შეხვედრები იყო გარკვეული პაუზა იყო როგორც მოგეხსენებათ ეროვნულ ჩემპიონატში და სანაკრებო თემას თუ შევეხებით გეტყვით აუცილებლად უნდა გითხრათ რომ ამ წუთებში დაიწყო შეხვედრა ავსტრიაში სადაც ჩვენი 17 წლამდელები თამაშობენ
ავსტრიის ნაკრებთან, პარალელურად არის ირლანდია, სერბეთი და ძალიან მნიშვნელოვანია შეხვედრა, რადგან ჩვენ 17 წლამდელებს აქვს წარმატების შანსი იმისა, რომ გავიდნენ ფინალურ ეტაპზე და წარმატებით გაიარონ ელიტ რაუნდი. მე რა თქმა უნდა გეტყვით შეხვედრის შედეგს, თუ რა შეიძლება, ხშირად არ მინდა ამაზე გავაკეთო აქცენტი და რაღაცა ზედმეტად ვისაუბრო ამ შეხვედრაზე, უბრალოდ გეტყვით რომ არის შანსი, ჩვენ აუცილებლად უნდა მოვიგოთ და სერბეთმა არ უნდა მოიგოს ის შეხვედრა, რადგან თუ სერბეთმა მოიგო, ჩვენი არანაირი გამარჯვება საკმარისი არ იქნება. ყოველ შემთხვევაში ეს მოკლედ დეტალურად, როდესაც როგორ განვითარდება მოვლენები, ამის შემდეგ გესაუბრებით. ეროვნული ნაკრების შეხვედრა ყველა ძალიან კარგად დაცვით მარცხის საფრანგეთთან. ლორია ძირითადში იყო ამ შეხვედრის მონაწილეებს გულისხმობ, ხოლო ზარია, დინამოდან და გრიგალაშვილი ქუთაისის ტორპედოდან სათადარი გოები იყვნენ. ახალგაზრდული ნაკრების არაერთი ფეხბურთელი იყო გამოძახებული დინამოდან იმ შეხვედრაზე, რომელიც ალექსანდრე ჩივაძის გუნდმა ჩაატარა ასევე ავსტრიაში და დღევანდელ შეხვედრაში 7 დინამოელიდან, რომელიც იყო მიწვეული 21 წლამდელებში, არც ერთი არ არის ძირითად შემადგენლობაში. ეს არ არის კარგი, ერთი შეხედვით თუ ვიმჯერებთ, რადგანაც ამ ფეხბურთელებს სათამაშო პრაქტიკა ჭირდება. ის რომ ისინი ვერბიან ძირითად შემადგენლობაში, თუნდაც კარგი ნამდვილად არ არის. ჯარიმა არ არის აქ, საჯი ასე მიიჩნევს, ხოლო გიგაური, რომელიც ამ გუნდში იყო, ასევე ტორპედოს შემადგენლობაში ძირითადშია. 19 წლამდელებიც შეკრებაზე პოლონეთში, მათ ელიტ რაუნდი მაისში ელით, ხოლო 17 წლამდელებში ერთი და მეორე გუნდიდანაც არიან, უბრალოდ დინამოდან არიან ფეხბურთელები, მაგრამ მათთვის ალბათ ჯერ ძირითადი შემადგენლობა. ასე რომ ეს ყველაფერი რაც შეეხებოდა უშუალოდ მატჩის წინ ინფორმაციებზე, რაც შეგვიძლია ყოველთვის ვისაუბროთ, ახლა კი მთელი ყურადღება შეხვედრაზე. ჯერჯერობით განსაკუთრებული არაფერი არ მოხდარა, პატრიკ მილხრაუმი აუტიდან მოაწვის გუნდს, გერმანელი მარცხენა მცველი, რომელმაც სეზონის პირველი ნაწილი გაატარა ზესტაფონის შემადგენლობაში, მანამდე კი თავის სამშობლოში გერმანიაში თამაშობდა ბოლოს კარლსრუეში. ჯარიმა ჯაბადოალი არ დამაშა. ვაჟა ტაბატაძესთან ერთად ჯუნში. ძალიან საინტერესოა ის, რომ არც ერთ გუნდს დღეს მონაწილე გუნდებს გულისხმობთ, დღევანდელ შეხვედრაში მონაწილე გუნდებს, რაც განახლდა ეროვნული ჩემპიონატი, გოლი არ გაუშია. რადგანაც ქუთაისელებმა ორივე მატჩი 0-0 ითამაშეს, აქ ამ სტადიონზე ჩიხურასთან და შემდეგ გასვლაზე ზესტაფონში ძალიან ცუდ პირობებში, წვიმიან ამინჩი 0-0 დინამომ პირველი შეხვედრა მოიგო 3-0 ზუგდიდთან საკუთარ მოედანზე, ხოლო შემდეგ ასევე საკუთარ მოედანზე ფრედი თამაშა გორიზილასთან 0-0 და ეს იყო პირველი ქულები, რომელიც მიმდინარე სეზონში დინამო არენაზე დაკარგა თბილისის დინამომ. მანამდე ყველა შეხვედრა გუნდს მოგებული ჰქონდა საკუთარ მოედანზე. მოგებულია კორითო და ერთადერთი შეხვედრა არის წაგებული. მაგრამ შეეხება დინამოს სტუმრად თამაშს, დინამოელები უბრალოდ ძირითად მარადს მაინც საკში არის. და სახმადო ეპიზოდი შეიძლებოდა დათქვა, მაგრამ ვერ მოახერხეს. ამ ეპიზოდში ქუთაისელებმა საბოლოო დარტყმის განხორციელება კიდევ ერთი შეტევა. კიდევ ერთ უნდა გრძელდება შეტევა მარჯვენა ფრთიდან ტაბატაძე არის, ნახოთ რა სიზდავს, ტაბატაძემ უკან დააბრუნა ბურთი, უხიანიძე ჩაწოდება არის შესაძლებელი, არა, კიდევ უფრო მარცხნივ გიგაური მარჯვნივ აკეთებს გადაცემას, დოლიძე შეიძლება ჩაწოდება ტაბატაძე, მარჯვნივ დაუგორა ჩაწოდება და ლორია თამაშობს ძალიან კარგად. ამ ეპიზოდში მშვენიერი შეტევა გამოვიდა. ქუთაისელ ფეხბურთელებს პირველ ეპიზოდში არ გაუმართლათ, შეიძლება ითქვას, მაგრამ შემდეგ უკვე ლორია მითამაშა ძალიან კარგად. მე ვსაუბრობდი, რომ დინამოზე უკეთესი შედეგი სტუმრად იგივე გორიზილას აქვს და იგივე საჩხერის ჩიხურას. დინამოელებს სტუმრად 11 მატჩში 5 მოგება აქვს, 4 ფრე და 2 წაგება. საბოლოო ჯამში ეს 19 ქულა. რაც მესამე შედეგია, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო. ასე რომ ძალიან ბევრი რამის თქმა შეიძლება, როდესაც ეს გუნდები არიან მოედანზე, მაგრამ მთავარი ალბათ მოედანზე მიმდინარე მოვლენებია და ჩვენს მაქსიმალური ყურადღება დავუთმოთ სწორედ ამ შეხვედრას. იყო დრო, არც ისე დიდი ხნის წინ, როდესაც დინამოს ჩამოსვლა ქუთაისში ყოველთვის ზეიმი იყო, მე შორს ვარ იმაზრეს, რომ დღეს არ არის ეს, მაგრამ დღეს არ არის ის რაოდენობა გულშემატკივრისა, რომელიც ყოველთვის არის ხოლმე. იყო ხოლმე ამ შეხვედრებში, ისვებოდა სტადიონი და გაცილებით უფრო სასიამოვნო საცქერია ბუნებრივია ფეხბურთის სავსე ტრიბუნების ფონზე. თუმცა გულშემატკივარი მრავლად არის. კიდევ ერთხელ მე რომ ამინდიც უწყობს ამაში ხელს ქუთაისის გულშემატკივარს და ძალიან კარგია გრიგალაშვილი. შეტევაზე თვითონ მიიწევს წინ, ნახოთ რა სიზავს, ზარია ამის მასთან ნახოთ. გრიგალაშვილიც უმოძრაობა და გაექცა ბურთი. კარგად გააკეთა ყველაფერი გრიგალაშვილმა, იქ ცოტა შვიდად მიიწევდა, წინ შემდეგ აჩქარება გააკეთა და ამ მომენტში ბურთი ვერ დაიმორჩილა, გაექცა ბურთი წინ და აქედან გამომდინარე სწორედ დაკარგა ბურთი და საბოლოო ჯამში
დინამოს ფეხბურთელები ფლობენ გულს, რომლებიც მარჯვენა ფრთიდან გადადიან შეტევაზე, გრაიცი არის სლოვაკი ფეხბურთელი, დინამოს კიდევ ერთი ახალი ლეგიონერი, მარცხენა ფრთაზე კეთდება გადაცემა, სადაც ჩისკო არის, უნდა გააჩეროს ჩისკომ ბურთი, ჩააწოდა კიდე საჯარიმოში, მცველები ზუსტად თამაშობენ, გამოიტანეს ბურთი და უკვე მარჯვენა ფრთიდან კონჩეტების შანსი აქვს ქუთაისელ ფეხბურთელებს. დოლიძე არის ძალიან კარგ პოზიციაში, შეიძლება პასის გაკეთება, სრულმოძრაობა გასდა უსტარიცა, ჯარიმა იყო მესამე მომჩენა, თუმცა სადის ოთარ ხეცაძის გადაწყვეტილება აბსოლუტურად განსხვავებული იყო იმ გადაწყვეტილებისგან. ვიდრე მე დავინახე ქუთაისელი ფეხბურთელები ბურთით ზაზა ჭელიძე დაუბრუნა გიორგი ონიანი, ეს ფეხბურთელი ქუთაისელთათვის ახალწლოვანად შეიძლება ჩაითვალოს, ზამთარში მოვიდა გუნდში. კარგად მოქმედებს გრიგალაშვილი, კერდი დაუტოვა ბურთი კუხიანიძეს, შემდეგ ტაბატაძე პრაქტიკულად დაიკავა რიგვავას ადგილი, რომელიც პირველ ეტაპზე უფრო ხშირად თამაშობდა მარჯვენა მცველის პოზიციაზე და ამჯერად უკვე ლაჟე ტაბატაძეა. ძირითადში კუხიანიძე, დოლიძე, ქუთაისელი ფეხბურთელები, კუხიანიძე, გიგაური, უკან დაუბრუნდა, სადაც ჭელიძემ კი უკან მიგინეიშვილს გადააწყვეტა. დინამოს გულშემატკივართა ხმად გესმით ალბათ, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი 3 ავტობუსი დაახლოებით 150-მდე ხომაგი თბილისის დინამოსი ჩამოვიდა დღეს ქუთაისში თავისი საყვარელი გუნდის საგულშემატკივროდ და ესეც ძალიან კარგია, რა თქმა უნდა, როდესაც გასვლით შეხვედრაში გუნდი ეულად არ გრძნობს თავს და ეს შეძახილები დინამო, არ ვიცი თქვენ რამდენად გესმით, მაგრამ სტადიონზე ნამდვილად ისმის და ფეხბურთელებისათვის ერთგვარად გამამხნევებელიც არის მსგავსი შეძახილები. საერთოდ ნახევარს ქუთაისელები გიგაური, ტაბატაძე, ამ ფეხბურთელის პროგრესი შესამჩნევია, ამაზე იყო საუბარი და ალექსანდრე ჩივაძემაც ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ყოფილია დებიუტანტი იყო დესამბერთან ნაკრების და ეროვნულ ჩემპიონატის ადვენოს თვალყურს აქაც ჩანს, რომ გიგაურის პროგრესი ნამდვილად შეიმჩნევა, ახალგაზრდა ნიჭიერი ნახევარმცველია და ძალიან კარგია, რომ მას ეძლევა სათამაშო დრო და ისიც თავის შანსს კარგად იყენებს. ჯარიმა გრიგალაშვილზე აღარაფერს ვამბობთ, რადგანაც ეს ფეხბურთელი 2 წლის წინ ძნელად თუ გაიხსენებდა ვინმე ეროვნულ ჩემპიონატში, მისი ძმა ყველამ ძალიან კარგად იცოდა, მაგრამ დღეს ელგუჯა გრიგალაშვილი იყო ბოლო თამაში ეროვნულ ნაკრებში გამოსახებული და არა შოთა გრიგალაშვილი. მარცხნივ გადაცემა ვნახოთ აქ რა მოხდება, ჩაწოდება, კარში დაარტყა გუნგულმა და ლორია მითამაშა ძალიან კარგად და გამოეპარა დინამოს ფეხბურთელებს და აბსოლუტურად მართალია ლორია, როდესაც გარკვეულ მითითებებს აძლევს და შენიშვნას უფრო ზუსტად თავისი გუნდის ფეხბურთელებს, რადგანაც ამ ეპიზოდში კარგად გაითამაშეს ქუთაისელებმა ჯარიმა და ეს ერთგვარი ნიშანი უნდა იყოს დინამოს მცველებისათვის, რომ აქვს მომზადებული ქუთაისელებს ძალიან ბევრი სტანდარტული სიტუაცია თუ როგორ გაითამაშონ, გაითამაშეს ბურთი უკვე კუთხურიდან, უკან დააბრუნეს ბურთი, ჩაწოდება თავით, ვერ დაარტყა. ბერიაშვილს არავინ არ უშლიდა, აქაც უბრალოდ არ ვიცი, ისეთ შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ ძალიან ზედმეტად მოინდომა ბერიაშვილმა, ზუსტად კარის მიმართულებით დაარტყა, მაგრამ არ გამოუვიდა. მიგინეიშვილი. ძოლა ბურთისათვის უნდა მოაწოდონ დინამოელებმა მუშაობი გააკეთოს ამის. ლორია ითხოვს ბურთს, თუმცა მუშაობი უკან არ იხდება. ჩისკო დუალიც იმძვის, ბურთი რჩება, ჯარიმა, სახიფათო თამაში დააფიქსირა ოთარ ხეცაძემ. ჯაბა დუალმა დაარღვია თამაში წესი ზაზე ჭელიძესთან ერთად ბრძოლაში. თვითონ ჭელიძე შეასრულებს ოთარ ჯარიმას, არ ტაბატაძეს უტოვებს ბურთს. ხეცაძე ანიშნებს, რომ სხვა პოზიციიდან უნდა შესრულდეს, აქ ნამდვილად არ იყო თამაშის წესის დარღვევა. გაცილებით ახლოს იყო, საიდანაც თავის დროზე შეასრულა. შეცდომა უნიანის, აქ ჩაჭრეს ბურთი დინამოს ფეხბურთელებმა, თვითონ დაიძრნენ წინ, ძალიან სწრაფად გადადიან ხმალაძე მარცხენა ფრთაზე, ჩისკო არის, შეიძლება ალბათ ჩაწოდება, დვალი იბრძოლა ბურთისათვის, ისევ დინამოს ფეხბურთელები და აბოლოდ გამოიტანეს ბურთი ქუთაისელებმა, ვერ შეინარჩუნა ბურთი დოლიძემ.
პირველ წუთებში ალბათ თქვენ თვითონაც ძალიან კარგად ხედავთ, აქ ჩაწოდება ცველები თამაშობენ კარგად, კიდევ ერთხელ შეიძლება ალბათ საბოლოოდ ბურთის გამოტანა, ასეც იქცევიან ტორპედოს ფეხბურთელები, საბანაძე იბრძოდა, აუტი. დინამოს შეტევა ყოველთვის 4-3-3 ალბათ ასე ტაქტიკით ყოველთვის თამაშობდა დინამო და ეხლაც იგივე შეიძლება ითქვას. აქ სახიფათო ეპიზოდი, მოდი დავანებოთ ამ ყველაფერს. დავით დოლიძე ჩაწოდება საჯარიმოში. ვერ დაარქვეს. ქუთაისელმა ფეხბურთელებმა არა და საბანაძე რა კარგად იხსნებოდა ოდნავ უფრო სიღრმეში იხსნებოდა საბანაძე. ჯარიმა მუსაკბა გააჩერა თამაში კეთილი დინამოელი დაშავებული არც ლოიას აპეტეზია აქვს საჯის მიმართ. ძალიან კარგი შეტევა იყო. მე ვსაუბრობ იმაზე, რომ დინამოს შემადგენლობა ოდნავ განსხვავებულად თამაშობს ახლა დინამო, რადგანაც სამი ნახევარმცველი ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან განთავსებული. ზარია, გრაიცი არის, ხმალაძე, ისინი ცენტრში არიან, მარჯვნივ არის მერებაშვილი საკმაოდ გადაწეული და მარცხნივ ჩისკო აი ესეთ განაპირა შემტევ ფეხბურთელს ძალიან დიდი ხანია მას ყოველ შემთხვევაში წინა შეხვედრებში რაც ჩვენ გქონდა დინამოს მატჩები ასე არ თამაშობდა და ერთი გამოკვეთილია დვალი ძალიან წინ წაწეული. უფრო გაწელილია შეიძლება ითქვას დინამოს შეტევითი ხაზი და უფრო დიდი ფრონტით უტევენ, უფრო ნაკლებად ერთვებიან ცველები ჯერჯერობით მარჯვნიდან შაშიაშვილი, მარცხნიდან მილხრაუმი. აქცენტი სწორედ კეთდება იმ შემტევ ნახევარმცველებზე, ჩისკოზე და მერებაშვილზე. ორივე გუნდს მაინც აქვს ალბათ მიზანი იმის, რომ თავარი გოლის არ გაშვება დღევანდელ შეხვედრაში. დვალმა ბოლომდე იბრძოლა, ვერ დაარტყა საბოლოოდ კარის მმართველები და გრიგალაშვილმა უკან დაუბრუნა მიგინეიშვილს, რომელმაც უნდა შეასრულოს, ხო? დაარტყა წინ. ბერიაშვილი იბრძვის. მომდენსაც გასაკვირი არ მიიღოს კვარაცხელიასთან არ წააგო საჰერო ორთაბრძოლა, მიუხედავად იმისა, რომ სიმაღლეში საკმაოდ სხვაობა ამ ორ ფეხბურთელს შორის და ტორპედოს ფეხბურთელები. დინამო გუნდი, რომელიც ყოველთვის ფავორიტია, ყოველთვის შეიძლება ამაზე საუბარი, რაც კი ხას საქართველოში ფეხბურთი არსებობს ალბათ, შემთხვევაში ფეხბურთის საქართველოში დამკვიდრებიდან ძალიან მალე ქართული ფეხბურთის ფლაგმანი გახდა თბილისის დინამო და დღესაც ამ კლუბს აქვს ძალიან დიდი ამბიცია იმის, რომ იყოს საუკეთესო, ყველაფერი კეთდება. უბრალოდ მე ამაზე მინდა ყურადღება მაქსიმალურად გავამახვილო, რადგან ჩვენ გადაცემაში გქონდა და მთავარის რაც არის აკადემიის ბაზა, რაც გაკეთდა, ეს მართლაც არაჩვეულებრივია, მაგრამ გუნდის წარმატებაც მნიშვნელოვანი კიდევ ერთი პროექტი, რაზეც არის საუბარი და მე ვფიქრობ ეს იქნება პირველი უნდა იყოს ქართულ ფეხბურთში, ეს არის იგივე ინტერნეტ ტელევიზია, რაზეც არის საუბარი და რაზეც კლუბის პრეზიდენტმა ისაუბრა ამ ყველაფერზე ჩვენთან ინტერვიუში და ეს იქნება კარგი, რადგანაც იქნება იქ არა მხოლოდ ყველა მატჩის პირდაპირ რეპორტაჟი, იქნება იქ ძალიან ბევრი სხვა საერთო საინტერესო მასალა იქნება გულშემატკივრისთვის და კლუბის პოპულარიზაციისათვის ეს არის აუცილებელი და წინ გადადგმული ნაბიჯი. ინტერნეტ ტელევიზია ძალიან ბევრ ქვეყანაში შემდეგ იქცა კლუბის ოფიციალურ ტელევიზიად, რომელსაც ძალიან ბევრი მაყურებელი ყავს ამა თუ იმ ქვეყანაში, სხვადასხვა კლუბებს გულისხმობ, აქ ძირითადად გრანდებზია საუბარი, მაგრამ ქართულ რეალობაში დინამოს გრანდია და ტორპედოს გრანდია და კიდევ არიან გუნდები და ალბათ აი ეს ყველაფერი, რაზეც მე ვსაუბრობ, ეს უნდა გადაიდგას ეს ნაბიჯი და პირველი ვაპირებს თბილისის დინამო ამის გაკეთებას და ეს პროექტი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ზოგადად ქართული ფეხბურთისათვის, რადგანაც სამწუხარო დღეს არ არის. სამწუხარო რეალობაა საქართველოში, რომ სპორტისთვის, კერძოდ ფეხბურთისთვისაც ბევრს არცალია, ძალიან ბევრი ცოტა სკეპტიკურად უყურებს ამ ყველაფერს, მაგრამ ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ ყველაფრის გაკეთება შეიძლება და დღეს თუ ეს სიტუაცია, თუ ყველამ თავისი საქმე გააკეთა და კარგად, შემდეგ უკვე გარკვეული წლების შემდეგ ყველაფერი უკეთესად იქნება. ერთ დღეში არაფერი არ ხდება, ერთ წელიწადშიც არაფერი არ იცვლება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმის ლოდინი, რომ ყველაფერი დაალაგდება, დამშვიდება, დაწყნარდება და შემდეგ საქმე გაკეთდეს, მე უკვე ძალიან გვიან იქნება. ასე რომ ეს მაგალითი, მე უბრალოდ მაგალითი მოვიყვანე, რაც გავიგე და თუ სხვა კლუბებიც აიგებენ ამის მაგალითს, ეს როდესაც კლუბს აქვს გარკვეული ხარჯი, ხა შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ გუნდს ვერ ინახავენ და ნახევრად ხელფასებს ვერ ისტუმრებენ კლუბის ხელმძღვანელები და რა დროს ტელევიზია, მაგრამ ამბიციური გუნდისთვის და ამბიციური კლუბისთვის ეს ერთგვარად შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს. დაუბრუნდეთ ისევ შეხვედრას, ონიანი ფლობს ბურთს, ბურთით ონიანი არის გურული, ისევ ონიანი
დინამოელი ფეხბურთელები გრაიციარი ბურთი სლოვაკი ნახევარმცველი მარჯვნივ წავიდა გრიგალაშვილი ეთამაშება მას გრაიციარი ცდილობს შეაწოდოს არა გრიგალაშვილმა მას ამის საშუალება არ მისცა და აუტი აუტია მარჯვენა ფრთიდან დინამოს ფეხბურთელებმა უნდა მოაწოდონ აუტიდან ბურთი უნდა გამოიტანოს ეს ფეხბურთელებმა 7-ად გამოაგვეს ძალიან კარგადაც დოლიძე ტაბატაძე ეხსნება მარჯვნივ დოლიძე შუაში შევიდა ეხლა გააკეთებს ალბათ ცოტა გვიანია დააგვიანა დოლიძემ და დაბა დვალი მეტოქის საჯარიმოდან დაეწია პრაქტიკულად ეხლა დოლიძე ძალიან დიდხანს ფიქრობდა ქუთაისელთან ნახევარმცველი რა გაეკეთებინა და საბოლოოდ ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება გამოუვიდა დვალი კარგი პასი მერებაშვილი საჯარიმოში ვერ შევიდა ხრაუმი თამაშობს ტაბატაძე წინ გრძელი გადაცემა სტარიცი ზარია ერებაშვილი მარჯვნივ შაშიაშვილი ერთვება მარჯვენა ფრაზია შაშიაშვილი შეიძლება ჩაწოდება საჯარიმოში კარგად თამაშობს ზაზა ჭელიძე რომელმაც ვარდნაში მოახერხა და მოიგერია ბურთი მარჯვენა ფრთიდან აუტი გიორგი შაშიაშვილი აწვდის ფეხბურთელები მოელის ცენტრში ფლობელი ზარია ისევ შაშიაშვილი ჩაწოდება არის საჭირო კიდევ ერთი მაღალი ჩაწოდება ძალიან კარგია კომარ მიგინეიშვილი ზუსტად იღებს ბურთს და დოლიძე იგივე შეცდომა არ უნდა გაიმეოროს რაც წინაზე მოუვიდა დროზე არის ბურთთან განშორება საჭირო ჯერაც საბანაზე ჭელიძე მარცხენა ფრთაზე ქუთაისელი ფეხბურთელები ბერიაშვილი სულად მიიღო ბურთი დიდი დრო დაკარგა ბურთის დამუშავებაში ისევ შეინარჩუნეს ქუთაისელებმა გიგაური ლონიანმა თავისივე შეცდომა გამოასწორა მოძრაობა არა წინ ფეხბურთელებისა რომ ვინმე გაიხსნას და ბურთი მიიღოს ახლა დოლიძემ ძალიან კარგად აუარა გვერდი მილხრაუნს სრულ მოძრაობა აიქცა საჯარიმოში ისევ ქუთაისელი ფეხბურთელების იერიში გურულია ძალიან კარგად მარცხენა ფრთიდან თვითონ მიიწევს წინი დოლიძე ვერ დგება ვერ ახერხებს ამოდგომას უნდა მიაქციო ყურადღებას გადავა ეხა ბურთი მოინის ფარლებს გარეთ და დოლიძეს ჭირდება და ძალიან საკამათო ეპიზოდი იყო ხა იქ რამდენად ჩანდა იყო თუ არა თამაშის წესის დარღვევა ძნელი სათქმელია მაგრამ შემთხვევაში უფრო ნაკლებად ალბათ მაინც უფრო ნაკლებად იყო თამაშის წესი დაუბრუნეს ბურთი დინამოელებმა ქუთაისელებმა დინამოელებს და ლორია სტარიც დოლიძე დაბრუნდება მალე მოედანზე აბატაძე საბანაძე მარჯვენა ფლანგზე ნახოთ რას იზავს არ მისცეს ჩაწოდების საშუალება ისევ დინამოს ფეხბურთელები მილხრაუმი მარცხნივ დოლიძე გაური ჭელიძე ტაბატაძე
ჯარიმა. შეტევაში არიდებიან ქუთაისელი ფეხბურთელები. რო კი გადის. ლორია შეასრულებს ამ საჯარიმის საკუთრებას. არ ჩქარობენ დინამოს ფეხბურთელები მარჯვენა ფლანგზე ჯარიმა არის, ჯარიმა დაჯარებდნენ ქუთაისელები მერებაშვილის წინააღმდეგ. მარჯვენა ფრთიდან მოაწვიან დინამოს ჩააწვიან დინამოს ფეხბურთელები საჯარიმოში ვნახოთ აღალი ჩაწოდება გამოიტანეს ბურთი ქუთაისელებმა თუმცა შეიძლება ამ შეტევის გაგრძელება ვნახოთ რას იზავს მერებაშვილი და კუთხური უნდა იყოს კი ასეც არის კუთხური არის ერთი კუთხური ამჯერად მარჯვენა ფრთიდან. მარჯვენა ფრთიდან მოაწვიან მაღალი ჩაწოდება რა თქმა კარიდან ამჯერად უკვე ომარ მიგინეიშვილი შეიყვანს ბურთს თამაში. გოლი გავიდა ქუთაისის ტორპედოს ფეხბურთელებმა გაიტანეს ანგარიში 1-0-ია და დინამოელები ცენტრიდან იწყებენ თამაშს. გიორგი ბერიაშვილი გადანილი გოლის ავტორი ქუთაისის ტორპედოს შემადგენლობიდან შეხვედრის 29 წუთზე თუ არ ვცდები სწორედ ამ შეხვედრაში გავიდა გოლი და
დინამოს ფეხბურთელები მარჯვენა ფრთიდან ქუთაისელები ძალიან კარგი შეტევა შეიძლება გამოვიდეს ახლა გიორგი ბერიაშვილი მარცხენა ფრთიდან ჩაწოდება და ლორია თამაშობს ზუსტად გამოვიდა 1-0 დაწინაურდნენ ქუთაისელი ფეხბურთელები და ხა ძალიან საინტერესო შეიძლება განვითარდეს ყველაფერი ნახოთ რას იზავენ დინამოს ფეხბურთელები საინტერესო რომ იქნებოდა ეს შეხვედრა ისედაც გასაგები იყო და კიდევ უფრო საინტერესო გახდება ალბათ მასმძლები დაწინაურდნენ იგებენ და მეორე სკანდირებენ ადგილობრივი კომაგები რა თქმა უნდა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია დინამოსთან გამარჯვება აქ თამაშგარე მდგომარეობა განიშნებს საჯი თუ საიდან უნდა შეიყვანონ ურთი თამაში დინამოს ფეხბურთელებმა გიორგი ლორიამ ძლიერად დაარტყა და ისევ ქუთაისელი ფეხბურთელები მარჯვენა ფრთიდან საბანაძე უსტარიცი ეთამაშება ძალიან კარგად აუტი არის აბატაძე გიგაური კარგად ითამაშა აქ დოლიძე მისევ ტორპედოს ფეხბურთელები შეტევაზე დოლიძეა ძალიან კარგ სიტუაციაში უკან გადაცემა და ცუდად დაარტყა რა კარგი შეტევა იყო ეხა ქუთაისელი ფეხბურთელებისა და საბანაძემ ვერ დაარტყა ამ სიტუაციაში კარგად შენიერი შანსი ქუთაისელებს კიდევ ერთი გოლის გატანისა ლორია შეყავს ბურთი თამაში ნახოთ კიდევ ერთხელ მე რომ ძალიან საინტერესოა რას მოიმოქმედებს აბატაძე დინამო რას მოიმოქმედებს ძალიან საინტერესო აბატაძე უკან აბრუნებს ბურთს ჭელიძე მიგინეიშვილი მიგინეიშვილი ძელი პასი წინ აქ ცოლები თამაშობენ ზუსტად ვარაცხელია მითამაშა კარგად კიდევ ერთი გადაცემა წინ დინამოს ნახევარზე ონიანმა ითამაშა შემდეგ გიგაური ისევონიანი გამოიტანეს ბურთი ქუთაისელმა ფეხბურთელებმა და ჯარიმა არ არის აუტი არის აუტი და უნდა განაახმო თამაში მასპინძლებმა ქუთაისის ტორპედოს ფეხბურთელებმა ონიანი მიგინეიშვილი წინ გადაცემა უსტარიც თამაშობს კარგად ამ სიტუაციაში შემდეგ ზარია დინამოს ფეხბურთელები გადადიან წინ აუტიდან დინამომ უნდა მოაწოდოს ბურთი ხრაუმი გააკეთებს ამას უთმა დატოვა მოვლის პარლები დარტყმა გარედან მიგინეიშვილი შეიყვანს ბურთს თამაში
34 წუთი მიმდინარეობს დღევანდელი შეხვედრის პირველი ნახევრისა ანგარიში 1-0-ია ქუთაისელი ფეხბურთელები იგებენ ბერიაშვილის ერთადერთი გატანილი გოლის წყალობით მე-6 გოლი იყო ეს ბერიაშვილის მიმდინარე სეზონში ქუთაისის ტორპედოში მასზე მეტი მხოლოდ ნიკა საბანაძესაა გატანილი რომელსაც 10 გოლი აქვს გატანილი ასევე 5 გოლი ჰქონდათ ამ შეხვედრამდე გატანილი გრიგალაშვილსა და კუხიანიძესაც ასე რომ ძირითადად ამ ფეხბურთელებისა და ასევე დათუნაშვილს აქვს 4 გოლი ამ ფეხბურთელების წყალობით იგებს შეხვედრებს და გააქვს გოლები ქუთაისის ტორპედოს ძალიან კარგი გადაცემა საჯარიმოში მაგრამ უსტარიცმა ითამაშა კარგად ისევ ტაბატაძე ჯარიმა ტაბატაძე ჯარიმდება რა თქმა უნდა ამ სიტუაციაში თუდად წავიდა მეტოქეზე გაშლილი ფეხი და საერთოდ გააჩერა თამაში დვალისა და ჭელიძის ორთაბრძოლა დასრულდა ჭელიძის გამარჯვებით ისევ ქუთაისელი ფეხბურთელები აქ უკვე დვალი ჯარიმდება და ცოტა სიფრთხილისკენ უნდა მოუწოდოს საჯმა ფეხბურთელებს რომ თამაში არ გაფუჭდეს ესეთ უხეშობებს აზრი არ აქვს წინა შეხვედრაში მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ ამ გუნდებს შორის რომელიც თბილისში ჩატარდა ძალიან ბევრი ყვითელი და წითელი ბარათი აჩვენა ხეცაძემ ფეხბურთელებს არ ვიტყვი რომ ეს კარგია და ასე უნდა მოიქცეს დღესაც მაგრამ ყოველ შემთხვევაში ალბათ იმ შეხვედრის გამოძახილი მაინც არის ხეცაძის აი ესეთი მოქმედება ფრთხილობს მაინც შეხვედრის არბიტრი მიგინეიშვილი მერებაშვილის წინააღმდეგ დაერგა თამაშიც ეს ცოტა სადაო ეპიზოდია ესეც მაგრამ დინამოელები სწრაფად არ გაითამაშებენ დინამოელები დაარტყავენ ჯარიმას ჩისკო რჩება ბურთან როგორც ჩანს და ჩარი შეიძლება დაარტყვა აქედან მართალია ცოტა შორია რაიცი არის და ჩისკო არის. თუმცა ნახოთ ვინ შეასრულებს ამ საჯარიმოს. ძალიან დიდხანს ემზადებიან ნოლები, ახლა ოთახეცაძეც წესრიგებში მყოფ. ქუთაისის ფეხბურთელებს მითითებას აძლევს და მისანიშანი. ჩისკო დაარტყა კარის მართულები დააცა. ნეშუნმა ძლიერად დაარტყა წინ ბრძოლა ბურთისათვის მილხრაომი გამოდის გამარჯვებული და საბოლოოდ აუტი უნდა მოაწოდონ ქუთაისელმა ფეხბურთელებმა კიდევ ერთი აუტი ამჯერად უკვე საჯარიმოსთან გაცილებით ახლოს დოლიძე თვითონ მოაწოდა ბურთი გიგაური დოლიძე ხიანიძე და უკან ონიანი გრიგალაშვილმა მარცხნივ გურულს გადააწოდა გურულმა ჩააწოდა კვარაცხელიამ გამოიტანა ისევ გრიგალაშვილი შეიძლება გაამწვავონ ქუთაისელმა ფეხბურთელებმა სიტუაცია მეტოქის ნახევარზე და ეს გადაცემა უკვე აღარ გავიდა არ იყო კარგი გადაცემა და ლორია დაეუფლა ბურთს რომელიც ხელი ძლიერად გზავნის წინ მალაძემ ვერ გააჩერა ბურთი ქუთაისელი ფეხბურთელები რჩებიან უკვე მეტოქის ნახევარზეა ტაბატაძე თვითონ მიიწევს წინ შეუძლია ცოტა უფრო ჰქონდა სივრცე ჯარიმა ახმალაძე ჯარიმდება ამ სიტუაციაში ცოტა სწრაფად რომ ემოძრავა ტაბატაძეს ალბათ შეეძლო ამ სიტუაციაში რადგანაც სივრცე ჰქონდა და შეიძლებოდა გამოეყენებინა ეს სიტუაცია ვაჟა ტაბატაძეს
საკმაოდ საინტერესო შეიძლება საინტერესო ეპიზოდი შეიძლება გამოვიდეს დინამოს კართან ქუთაისელი ფეხბურთელები ჯარიმას ასრულებენ გალაშვილი გაითამაშეს ბურთი დოლიძე შეიძლება ჩაწოდება გამოიტანეს ბურთი კიდევ ერთი ჩაწოდება ამჯერადაც მოახერხეს გამოტანა ბურთის დინამოს ფეხბურთელებმა და ჯარიმა არის აბატაძე მარჯვენა ფრთიდან. იგაური შორიდან ძალიან კარგად დაარტყა და ლორია თამაშობს კარგად. იგაურმა დაარტყა ძალიან კარგად საკმაოდ შორი მანძილიდან და ლორია მითამაშა ზუსტად. არც თუ ისე დიდი დრო დარჩა ტაიმის დასრულებამდე და უნდა ვთქვათ რომ ქუთაისელი ფეხბურთელები უკეთ გამოიყურებიან შეხვედრის პირველ ტაიმში ვიდრე მათი მეტოქე პირველ ადგილზე. ყოველ შემთხვევაში ამ ტურის წინ ნამდვილად ასე იყო. თბილისის დინამო გიგაური აბატაძე ურული მარცხენა ფრთაზე ონიანი მიგინეიშვილმა გამოიტანა შემდეგ იგაურმა ითამაშა თავით აქ ზარი არჩება საბოლოო დინამოელთან მხრიდან ბურთით ბერიაშვილი ეთამაშება მას ზარია შეინარჩუნა ბურთი პასიც გააკეთა წინ ნახოთ აქ ვერ დაეცა ბურთს დინამოელთან მეათე ნომერი ვერ დაეწია და საბოლოოდ აუტი მარცხენა ფრთიდან რომელიც უნდა მოაწოდონ ქუთაისელებმა მოაწოდეს უკვე აი ძალიან ცუდი რამ გააკეთა ახლა ონიანმა შეცდომა დაუშვა ჩააბარა ბურთი მეტოქეს რომელიც ჯერ კიდევ უტევს ზარია მართალია სვავე იერიში არ გამოვიდა საბოლოოდ აი ხა ჩააწოდა და გოლი მიიღეს საკუთარ კარში ტორპედოს ფეხბურთელებმა სერიოზული შეცდომა გიორგი ონიანის რომელმაც ელემენტარულად ბურთი ვერ გამოიტანა და ბურთი რომ გამოეტანა ეს შეტევა არ გამოვიდოდა ჩისკო გატანილი გოლის ავტორი ერთი კიდევ უფრო საინტერესო გახდება დღევანდელი შეხვედრა თავით ახლო მანძილიდან 42 წუთზე ჩისკომ გაათანაბრა ანგარიში შეიძლება თამაშის საერთო სურათიდან ოდნავ ამოვარდნილი იყო მაინც ეს ყველაფერი ეს გოლი ბუნებრივია მაგრამ შეცდომა რომელსაც მოყვა გოლი და მესამე წუთი კიდევ ერთი შეცდომა და აქ უკვე მიგინეიშვილმა გადაარჩინა თავისი გუნდი გრძელდება დინამოს იერში ჩაწოდება მიგინეიშვილი თამაშობს კარგად ქუთაისელი ფეხბურთელები არ ვიცი რა მოვიდათ ამ გოლის შემდეგ ძალიან დაიბნენ და დვალს მისცეს შანსი კიდევ ერთხელ გოლის გატანის და ამჯერად უკვე მიგინეიშვილმა კარგად ითამაშა ალბათ ყველაზე კარგი ხლა მათთვის შესვენება არის ცოტა გონს მოვლენ 53 წუთზე ანგარიში გათანაბრდა ბერიაშვილი გალაშვილი ჯარიმა მეგო თელი სტადიონი რო ახსოვდა აბსოლუტურად მართალია გალაშვილი წინ იყო და უკიდან ეთამაშებოდა დინამოს ფეხბურთელი საჯების პრობლემა ცალკეა ალბათ ხოლმე არა მხოლოდ საქართველოში კარგი შეტევა შეიძლება გამოვიდეს ბერიაშვილი ჩაწოდება არის საჭირო საჯარიმოში ცრუ მოძრაობა ბერიაშვილი შეიძლება ჩააწოდოს კარის მიმართულებით დოლიძე უნდა დაარტყას რამდენი ხანი აჩერებს გულს რამდენი ხანი ემზადებოდა დოლიძე დასაწყნელად საბოლოოდ ლორია შვენიერი შანსი ჰქონდათ ტაიმის ბოლოს ქუთაისელებს და რაღაცა არ ვიცი მოიგონეს
ოლიძე მიიღო ბურთი და საბანაძე იყო მეკარის მოვიდა შეიძლება ჩაწოდება. თან საბანაძე არის იმ ტიპის ფორვარდი, რომელიც დასწრებაზე ძალიან კარგად თამაშობს. ყოველ შემთხვევაში ეს მატჩის ბოლო პირველი ტაიმის ბოლო წუთებიც გვაძლევს იმის საბაბს, რომ მეორე ტაიმით ძალიან საინტერესო იქნება. დოლიძე ქუთაისელი ფეხბურთელები რამდენი დაამატა საჯმა ეხავ ნახავთ ერთი წუთი მხოლოდ მე მგონი აქ ბერიაშვილს არ ჯეროდა რომ გრიგალაშვილი მისი მისამართით მაინც მოახერხებდა პასის გაკეთებას და ამიტომ გამოეთიშა ბრძოლას და დინამოს ფეხბურთელები საბოლოო ჯამში მე ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო პირველი ტაიმი ვიხილეთ რომელშიც აქ დვალი ჩაწოდება და თავით შეცვლა ბურთს მაგრამ მაღალი იყო ეს ბურთი და ზუსტად ვერ დაარტყა კარის მიმართულებით კიდევ ერთხელ ვიმეორებ საბოლოო ჯამში კარგი შეხვედრა ვიხილეთ რომელშიც უპირატესობას ქუთაისელები ფლობდნენ მათ უფრო მეტიც ჰქონდათ გოლის გატანის შანსი თუმცა საბოლოო ჯამში ანგარიში თანაბარი 1-1 კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ბერიაშვილმა გახსნა ამ შეხვედრაში ანგარიში 22 წუთზე და 53-ზე ჩისკომ გაათანაბრა არ მგონია რომ ეს გოლები საკმარისი იყოს დღევანდელ შეხვედრაში აი ისე მიმდინარეობს მატჩი მეორე ტაიმში იმედია კიდევ ვიხილავთ და გაიმარჯვებს უძლიერესი ის ვინც დღევანდელ შეხვედრაში შეხვედრისთვის უკეთ არის მომზადებული ბაკი ოთარხეცაძის სასტვენდი რაც იმის მაუწყებელია რომ პირველი ნახევარი შეხვედრისა დასრულდა 1-1 შევისვენოთ რამდენიმე წუთი და განვაგრძობთ რეგულარში პირველი 45 წუთი ვფიქრობ გულშემატკივარმა რომელიც ადევნებს თვალყურს დღევანდელ შეხვედრას ცენტრალური სტადიონის ქუთაისის ცენტრალური სტადიონის ტრიბუნებიდან თუ ჩვენი ტელეეკრანის საშუალებით ვფიქრობ კმაყოფილი არის და მართლაც კარგია რომ ასეთ შეხვედრები არის საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ორივე მხრიდან იყო საკმაოდ კარგი ეპიზოდები ალბათ უფრო მეტად უპირატესობას ფლობდნენ ქუთაისელი ფეხბურთელები და მათ უფრო მეტი შანსი ჰქონდათ რეალურად ანგარიშის შეცვლის თუმცა საბოლოო წუთებზე 2 წუთით ადრე მატჩის პირველი ნახევრის დასრულებამდე დაშვებულმა შეცდომამ ქუთაისელთა მხრიდან ჩისკოს მისცა საშუალება თავისი მორიგი გოლი გაეტანა ასე თუ ისე ნახოთ რა იქნება მეორე ტაიმში მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ სწრაფად გუნდების შემადგენლობებს დავიწყებ სუებები არ არის დავიწყებ მასმიზლებით 12 ომარ მიგინეიშვილი 2 ვაჟა ტაბატაძე 37 ზაზა ჭელიძე 20 გიორგი ონიანი 6 გიორგი გურული 7 მერაბ გიგაური 10 გიორგი კუხიანიძე 19 ელგუჯა გრიგალაშვილი 22 გრიგოლ დოლიძე 8 ნიკა საბანაძე 9 გიორგი ბერიაშვილი სათადარიგო ფეხბურთელები მეკარე ნომერი 1 მაქსიმე კვილითაი 33 დათა რიგვავა 5 ნიკა ფირცხალავა 77 ვალერი ბოლქვაძე 26 გიორგი დათუნაიშვილი 88 ბექა დუღუში და 14 გიორგი ფანცულაია გია გეგუჭაძე გუნდის მთავარი მწვრთნელი დინამოელები შეტევაზე შეიძლება დარტყმა ჯაბადვალი და ბრწყინვალე ნახტომში ომარ მიგინეიშვილმა სასაური ბურთი მოიგერია ძალიან ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი იყო ეს და ყოჩახ ამ შემთხვევაში პირველ რიგში მეკარეს აი განმეორებით ხედავთ ახლა თქვენ ამ ეპიზოდს ხედავთ საიდან დაარტყა ჯაბადვალმა 6 მეტრია ეს დაახლოებით და მოასწრო რეაგირება ქუთაისელთა მეკარემ რომელმაც შეძლო და გადაარჩინა თავისი გუნდი მერებაშვილი კიდევ ერთი ჩაწოდება ბურთი არ გადავიდა კი გვერდითი არბიტრი ანიშნებდა ბურთმა დატოვა მოედის ფარგლები მას ჩასე ქუთაისელთა შემადგენლობა მეკარე დინამოს შემადგენლობა 77 მეკარე გიორგი ლორია 4 უსტარიცი 6 გივი კვარაცხელია 37 გიორგი შაშიაშვილი 26 პატრიკ მილხრაომი 8 ლევან ხმალაძე 27 პეტერ გრაიცი არის 88 ირაკლი ზარია 10 გიორგი მერებაშვილი 28 ჩისკო 9 ჯაბადვალი სათადარიგო ფეხბურთელები 25 თორნიკე ზარფუა 7 გიორგი სეთურიძე 11 მიკელ ალვარო 15 გიორგი პაპა 21 კარლეს კოტო 32 დარკო გლიშიჩი 18 დიმიტრი ტატანაშვილი დუშან უხრინი გუნდის მთავარი მწვრთნელი ქუთაისელები შეტევაზე მთავარი არბიტრი ოთარ ხეცაძეა კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ აქვე შეგახსენებთ იმ შედეგებსაც რომელიც დღეს დაფიქსირდა ამ შეტევის შემდეგ ქუთაისელი ფეხბურთელები არიან შეტევაზე გურულის მისამართით კეთებოდა პასი ვერ მიიღო ბურთი გურულმა და უკვე დინამოს ფეხბურთელებს შეუძლიათ სწრაფი კონტრიერში წარმართონ შაშიაშვილი მერებაშვილს გადააწოდა მერებაშვილი უბრუნებდა წინ ჩართულ შაშიაშვილის ბურთს მაგრამ გურულმა დაასწრო და შეიძლება ხა გურულმა გამოიტანოს ბურთი გამოიტანა კიდეც აქ უკვე გრიგალაშვილი ვერ იმორჩილებს ბურთს მაშასე დღევანდელი შეხვედრები ჩიხურა ზესტაფონი 1-0 დილას ზუგდიდი 6-0 მე გითხარით პირველ ტაიმში შედეგი უბრალოდ არ დამიყოლებია რომ ეს არის პირველი შემთხვევა მიმდინარე ჩემპიონატში როდესაც 6 ბურთიანი სხვაობა დაფიქსირდა 4ჯერ აქ თბილისის დინამოს მოგებული 5 ბურთიანი სხვაობით 3ჯერ 5-0 და ერთხელ 7-2
თბილისის დინამოს, ასე რომ ყველაზე დიდი სხვაობა გორელებმა დააფიქსირეს მიმდინარე ჩემპიონატში და 6-0 გაიმარჯვეს დღევანდელ შეხვედრაში ზუგდიდთან. ქვედა ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ გუნდებსაც შევეხოთ. სიონი ბათუმი 0-1, მერანი კოლხეთი 0-1, ვიჯორჯია მეტალურგი 2-3 გასვლებში მოიგეს გუნდებმა ქვედა ექსეულში. აქ იგი საფშფათო ჩაწოდება და მეკარემ ითამაშა ძალიან კარგად ამ სიტუაციაშიც. ოჩა ხომარ მიგინეიშვილი კარგ ფორმაშია. ქუთაისელთან მეკარე ბოლო წლებია სტაბილურია მიგინეიშვილი და დღევანდელ შეხვედრაშიც ეს უკვე დაამტკიცა. დინამოს ფეხბურთელებმა მეორე ტაიმში შედარებით უფრო აქტიურად დაიწყეს. სატურნო წინცით შეგახსენებთ აუცილებლად კუთხური არაცხელეს მივიდა ბურთი, მაგრამ ვერ დაარტყა ისე როგორც საჭირო იყო. ჯარიმა არა, საჯმა გააჩერდა ზუსტად თამაში. მცირე ტრავმა გრიგალაშვილმა დაეხმარა, ხა ექიმები შემოუშვა საჯმა დრო ალბათ. შეჯახება იყო როგორც ჩანს. ბურთი მოხდა ცუდად. აი ნახეთ ალბათ ეს ყველაფერი თქვენ თვითონაც და ყველაფერი კარგად იქნება, დაბრუნდება გუნდის ერთ-ერთი ლიდერი უდაოდ ელგუჟა გრიგალაშვილი ქუთაისის ტორპედოსი და გაგრძელდება კიდეც შეხვედრა სატურნირო მდგომარეობას, რაც შეეხება თბილისის დინამო ლიდერობდა ამ ტურამდე 56 ქულით, მაგრამ უკვე გორის დილასაც 56 ქულა აქვს. დღევანდელი შეხვედრის მოგების შემდეგ აქ რომელიც კარგად მოითამაშეს ქუთაისელებმა საბოლოოდ აუძინებელი მოაწყვია. 47 ქულა აქვს ტორპედოს და 47 ქონდა ამ ტურამდე ჩიხურასაც, მაგრამ ჩიხურას უკვე 50 აქვს. ასე რომ ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი შეხვედრა, პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს დღევანდელ მატჩს. არა მხოლოდ ის რომ ორი ალბათ ისტორიიდან გამომდინარე, ქართული ფეხბურთის ისტორიიდან გამომდინარე საუკეთესო გუნდები დღეს ერთმანეთის პირისპირ არიან, გარდა ამისა დღევანდელ შეხვედრაში მონაწილე გუნდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სატურნირო თვალსაზრისით გამარჯვება. ფულები უფრო სწორად გამარჯვება იქნება თუმცა ნახოთ როგორ იქნება. 38 ქულა აქვს ზესტაფონს, 35 ზუგდიდს ეს გუნდები ნამდვილად ვეღარ ჩაერევიან თამაშები და ითქვას საპრიზო სამეულში. ხუდრისათვის ეს გუნდები ვეღარ იბრძოლებენ. ყველაფერს ისეთ პირი ჩანს. აკი დოლიძე ძალიან კარგად თამაშობს. ნახოთ გაგრძელებას რას მონახავს. ჩისკო ეთამაშება ძალიან აქტიურად. ჩისკოს გაექცა დოლიძე. შემდეგ რას იზავს გიგაური არის იქვე გიგაური. არ გარისკა გიგაურმა წინ არ წავიდა უკან და საბოლოოდ კიდევ უფრო უკან გადააწოდეს ბურთი ქუთაისელმა ფეხბურთელებმა. შეინარჩუნეს ბურთი და ჭელიძე არის. ძალიან ბევრს მოძრაობენ ახლა ამ სიტუაციაში თუ დავაკვირდები დინამოს ჯარიმა ავისთან იხმობს საჯიკი ჯიბისკენ წაიღო ხეცაძე მხელი და პირველი ყუთელი ბარათი იქნება როგორც ჩანს დღევანდელ შეხვედრაში. უსტარიცი მიიღებს პირველ ყუთელ ბარათს. ამ გარღვევისათვის აბატაძესთან ორთაბ ძოლის უსტარიცმა მიიღო პირველი ყუთელი ბარათი. უსტარიცი მესამე შეხვედრას ატარებს საქართველოს ჩემპიონატში და ეს მისი პირველი გაფრთხილება. შაშიაშვილი გიგაური ჭელიძე კარგად თამაშობენ ქუთაისელები ბერიაშვილი უხიანიძე გიგაური თამაშგარეშია ბერიაშვილი აშკარა იყო თამაშგარე მდგომარეობა და ასე რომ მოვლენებს ბერიაშვილმა ამ სიტუაციაში და თამაშგარე მდგომარეობა მე გითხარით რომ პირველ ტაიმში რომ დღეს საქართველოს ჩიმესამდელებს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა პირველ ტაიმის შემდეგ ისინი აგებდნენ 2-1 იყო იქ ანგარში ავსტრიელები იგებდნენ პარალელურ შეხვედრაში ირლანდია სერბეთში 0-0 იყო კიდევ ერთხელ მეორე ხშირად არ მინდა ამ ყველაფერზე ვისაუბრო, გავიმეორო, საბოლოოდ გეტყვით იმედია, ყველაფერი რადიკალურად ჩვენთვის სასარგებლოდ შეიცვლება წარმატებით და შემდეგ უკვე გეტყვით ყველაფერს. აქ მარცხენა ფრთიდან ქუთაისელი ფეხბურთელები გადადიან შეტევაზე, საბანაძე არის, ნახოთ რა სიზავს. ტორპედოს ფორვარდი საჯარიმოში შევიდა, უკან დააბრუნა ბურთი კუხიანიძე, კიდევ ერთი გადაცემა. გრიგალაშვილი კიდევ უფრო მარჯვნივ შეიძლება ეხლა ჩაწოდება უნდა ყოფილიყო და არა კარში დაიწყო.
და ესეთა ძირითადი ნაწილი ფეხბურთელებისა ანიშნებს, რომ იქ შეეხო ხუთი ერთ-ერთ დინამოიც, მაგრამ საჯმა ასე არ დააფიქსირა. კარგი შეტევა გამოვიდა ქუთაისელებს, კიდევ ერთი, მაგრამ ზუსტი დარტყმა ვერ განახორციელეს. ალბათ ის რომ ჩაეწოდებინა უფრო რბილად შედარებით, ალბათ გაცილებით უკეთესი იქნებოდა, თუმცა ეს ჩაწოდება თუ იყო და ეთდებოდა ესეთი გამჭოლი ძლიერი გადაცემა, მაშინ უფრო ზუსტი უნდა ყოფილიყო. უფრო კარში დარტყმაც გავიდა. შაშიაშვილი თავი თამაშობს. არ არის აქ თამაშგარე. არ იყო დოლიძე თამაშგარე მდგომარეობაში, ბერიაშვილი. ერთი შეხედვით, თუმცა ძლიერი ასე გადაწყვეტა ის თქმა. ბერიაშვილმა კარგად თამაშა. საბანაძე გალაშვილი წრუმოძრაობა ინარჩუნებს გულს. გალაშვილი არის. ეხლა გალაშვილი ოჯარი. ბერიაშვილი იყო წინაებიდან შეიძლება აქ ჩაწოდება ონიანი ჩელუცი ჩავიდნენ საჯარიმოში საბანაძე ძალიან კარგად თამაშობს თავით. ქუთაისელთან მხრიდან და მოხდა რაგამოვა სიტუაციაში კუხიანიძე, გრიგალაშვილი და იგივე გუნდს. თან ეს სამი ფეხბურთელი ქუთაისის ფეხბურთელს. გრიგალაშვილი ჩაწოდება, მეკარე უნდა ითამაშოს არ. ხედავდა ლორია ზუსტად ყველაფერს და გაატარა ბურთი. ტრიბუნას შემთხვევაში არ ჩანს ეს ზუსტად და გაცილებით უკეთ ხედავდა ბუნებრივია მეკარე. ნერებაშვილი, ნერებაშვილი, გრიგალაშვილმა აართვა ბურთი, გრიგალაშვილი თვითონ დაიძრა, ორფეხბურთელს საუარი შაშიაშვილი ეთამაშა. დაატოვებინა ბურთი. დინამოს ლეგიონერები ეს თემა ძალიან აქტუალურია ყოველთვის, როდესაც ლეგიონერი ჩამოდის ამა თუ გუნდში, არაყოლოდ საქართველოში ზოგადად ვიძახი. დინამოს შემადგენლობაში სამი ლეგიონერი აქვს თამაში. ნიშნის მოგებით არ უნდა ვქნათ ფაქტი. ლორია თამაშობს ძალიან. კიდევ არის ხუთი რიცხება და კიდევ ესკობოინიკოვი. სულამდე თამაშება. გადააკეთა თვითონ ძალიან კარგად იცის აქ ჩაწოდება და ბერიაშვილი ახლო მანძილიდან უხავდა ლორია აბსოლუტურად ზუსტი პოზიცია ეკავა ახლა დინამოს მეკარეს. უბრალოდ სიძლიერეზე აქცენტი არ გაკეთებულა აქ ბერიაშვილის მხრიდან დარტყმაზე, მაგრამ ზუსტად ახლო მანძილიდან კარის მიმართულებით დაარტყა ბერიაშვილმა. აი განმეორებით ხედავთ ახლა თქვენ ამ ეპიზოდს. არ ეს სხვა ეპიზოდია, როდესაც თამაში ისე ქუთაისელი ფეხბურთელები გადადიან შეტევაზე მარჯვენა ფრთიდან ამჯერად. აბატაძე დოლიძის გათამაშებული კომბინაცია, დოლიძის ჩაწოდება და გუთხოვდა დინამო ფეხბურთელზე. გადის ხიანიძე. თამაშგარია. და თამაშგარი მდგომარეობა აქ ვერ ითამაშეს სათანადოდ ქუთაისელებმა, რადგან ძალიან ნათლად ჩანდა იქ თამაშგარი მდგომარეობა იყო, ცოტა მეტი ყურადღება და დაკვირვება არის ბუნებრივია საჭირო ასეთ სიტუაციაში. ძალიან რაიცი არის. შაშიაშვილი ფეხბურთაზე.
შეაწყვეტა შეშეშული შემდეგ გამოიტანა გრიგალაშვილი ძალიან კარგად ცდილობდა ყველაფრის გაკეთებას მაგრამ ბოლომდე არ გამოვიდა ჩანაფიქრი კარგი იყო დასაწყისი ეპიზოდის იგივე მაგრამ გაგრძელება ძალიან წინ გაიგებთ ჯარიმარი თავისუფალი მონიანი შეასრულეს გრიგალაშვილი მარჯვნივ ძალიან კარგად დაინახა ტაბატაძე შვენიერი გადაცემა შემდეგ ჩაწოდება როლიძე ძელება არ გამოვიდა ერთერთ არა ტორპედო ფლობს უპირატესობას მეორე ტაიმში ციკ-საწყის წუთებში დინამომ შეუტია მაგრამ ისევ ტორპედოელები ფლობენ უპირატესობას და უკეთ თამაშობენ ისე ჩავეჭდა რჩება ეს ტრიბუნას რომელსაც თქვენ ახლა ხედავთ თითქმის ბოლომდე გაიცო ჩვენ საპირისპირო ტრიბუნა უჩემოთკივარი მრავლად არის ამ ტრიბუნაზე მე პირველ ტაიმში და იგივეს გავიმეორებ შვენიერი ამინდი არის დღეს ქუთაისში და უჩემოთკივარი უნდა მოსულიყო ასეთი კარგი ფეხბურთის სანახავად მარჯვნივ პასი კიდევ ერთი გადაცემა გრიგალაშვილი ვერ დაარტყა არ გამოვიდა გრიგალაშვილის შემდეგ საბანაძე ცდილობდა ებრძოლა ბურთისთვის დაწეოდა მაგრამ არ გამოვიდა ეს შტაბეჭდება რჩება რომ მარჯვნიდან ძალიან იოლად გადიან ქუთაისელი ფეხბურთელები და იქ უფრო მეტად ყურადღებით უნდა იყოს მილხრაომი გერმანელი არც მცველი მაგრამ წინა ეპიზოდი ეს ეპიზოდი იმის ნათელი მაგალითია რომ აქედან უფრო გარკვეული შეტევის მარჯვენა ფლანგიდან ქუთაისელები გარკვეულ პრობლემებს უქმნიან დინამოსთან მარცხენა მცველს ჩისკო სწორედ მილხრაომი ბურთით გახმა გარინა იგინეიშვილი განახლებს თამაშს მომდევნო ტური გაიმართება მომდევნო შაბათს 6 აპრილს დინამო საკუთარ მოედანზე მიიღებს შიხურას როგორც ჩანს ბოლო პერიოდში ძალიან კარგ ფორმაში იყო გუნდს ხოლო ქუთაისის ტორპედო ჩავა გორში ითამაშებს დილას წინააღმდეგ ძალიან საინტერესო მატჩი უნდა გამოდგეს კიდევ ერთი შეხვედრა ზუგდიდის ზესტაფონია ზედა 6-ეულსაც შეხება ქვედა 6-ეულს ოქრეთი ბათუმის დინამო მეტალურგი სიონი მერანი მიჯორჯია შემდეგ უკვე თასი უწევს გამეორებითი შეხვედრები ორივე გუნდი თამაშობს თასზე როგორც მოგეხსენებათ შაშიაშვილი ვერ ჩააწოდა და საბოლოოდ ჯარიმდება გურითან ერთად ბრძოლაში რაც შეეხება თასს იცით ალბათ რომ უკვე მეოთხე ფინალებია პირველი მატჩები ჩატარდა დინამომ სტუმრად ლანჩხუთში გურიასთან 0-0 ითამაშა ხოლო ქუთაისმა აქ მოედანზე ბოლნისის სიონი დაამარცხა 3-1 საათასო დაპირისპირების პრინციპიდან გამომდინარე ორივე გუნდს შვენიერი შანსი აქვს იმისათვის რომ გავიდეს ნახევარფინალში რაც რა თქმა უნდა წარმატებაა და რა თქმა უნდა ორი ასეთი ამბიციური გუნდის მიზანი სწორედ ეს არის რომ რაც შეიძლება უფრო კარგად იასპარეზონ საათასო ასპარეზობაში და რაც უფრო მაღალ ადგილს დაიკავებენ ეროვნულ ჩემპიონატში. გრაიციარი შეიძლება დაარტყა კიდე ჩორიდან, მაგრამ არა ზუსტად. მიგინეიშვილი განაახლებს თამაში. ონიანი ისე უკან უბრუნებს მიგინეიშვილს. ონიანი სტარიქს თამაშობს ძალიან კარგად. გიგაური მარჯვნივ გადაცემა, ტაბატაძე ერთვება, ნახოთ რა სიზავს. დოლიძე მარჯვნივ არის, უნდა შემოტრიალდეს, არ აძლევენ ამის საშუალებას დინამოს ფეხბურთელები და აუტო საბოლოოდ. ჯერჯერობით ცვლილებებს არ აკეთებს არც ერთი არც მეორე გუნდის მთავარი მწვრთნელი გიგაური
გრიგალაშვილი იგაური ისევ დოლიძე ტაბატაძე ზარია დაუტ ვერ გამოიტანა ზარიან ბურთი ზუსტად უხიანიც არ არის ჯარიმო სადიასო მიიჩნევს მარცხენა ფრთიდან დინამოს ფეხბურთელები გადადიან შეტევაზე შეიძლება სწრაფი განვითარება ამ შეტევისა გრაიცი არის მარცხნიდან ნახოთ რა სიზა სლოვაკი ფეხბურთელი მაღალი ჩაწოდება ეს უფრო ბურთის გადმოტანას ნიშნავს მარჯვენა ფლანგზე მაგრამ შაშიაშვილამდე ბურთი არ მივიდა აქ ჯარიმა არ არის ყოველ შემთხვევაში საჯი ანიშნებს რომ გაგრძელდეს თამაში არაზუსტი გადაცემა ლორია გამოვიდა ძალიან წინ არის ლორია მეტი ყურადღება არის ალბათ ასეთ სიტუაციაში საჭირო აი ხა საბანაძე რო დაწეულიყო მე რა მოხდებოდა არავინ იცის მაგრამ ვერ დაეცია შაშიაშვილი ჯარიმა საჯი ანიშნებს ცოტა წინ გაწიეს ბურთი დინამოს ფეხბურთელმა ჯარიმა უკიდან უნდა იყოს შესრულებული შაშიაშვილია ბურთთან გამოცდილი მცველი რომელიც ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა კლუბში მათ შორის ალბათ ყველაზე კარგი პერიოდი მე ვფიქრობ მაინც დინამოში ჰქონდა პირველ ეტაპზე როდესაც იმ პერიოდში ნაკრებშიც ხშირად იძახებდნენ შემდეგ იყო მისი უცხოური კარიერა გორის დილა საქართველოში დაბრუნების შემდეგ და ისევ თბილისის დინამო პირველი ცვლილება მზადდება ქუთაისელთა შემადგენლობაში და ახალგაზრდა გიორგი ფანსულაია ემზადება მოედანზე გამოსასვლელად ეს ფორვარდია ნებრივია იცით 19 წლის არის ერთი გოლი აქვს მას მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით მხოლოდ გატანილი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია ძალიან კარგი ფორვარდი აქ ხელით თამაშა ჯაბადვალმა ნახოთ როგორ გააძლიერებს ის გუნდს ის რომ ორი ფორვარდი თამაშობს მუდმივად თითქმის ყოველთვის გიორგი გუჩაძე ეს ფაქტია ნახოთ ამჯერად ფორვარდ შეცვლის თუ კიდევ უფრო აძლევს არა ბერიაშვილი გადის კი ბერიაშვილი გადის მოედნიდან და მის ნაცვლად შემოდის ფანსულაია სახიფათო ეპიზოდი გამოვიდა მოულოდნელად დინამოს კართან აქ პირველივე ბურთი გადმოვარდნილი მიუვიდა მეკარის მიერ დარტყმული ბურთი დოლიძეს რომელმაც დაარტყა მაგრამ არაზუსტად ლორია შეიყვანს ბურთს თამაში ძლიერად დაარტყა გიორგი ლორიამ მერებაშვილია ბურთთან აქ ჯარიმა რაიცი არის ჩისკო მერებაშვილი სწრაფად გაითამაშეს დინამოს ფეხბურთელებმა მარჯვენა ფრთიდან ჩაწოდება მცველები თამაშობენ ზუსტად გამოიტანეს ბურთი იგინეიშვილი ზუსტად თამაშობ სწრაფად შეიძლება მუთის თამაში ხანა თუმცა ხათ ისე სწრაფად ვერ გაიხსნენ ქუთაისელი ფეხბურთელები კუხიანიძე მარჯვნივ ტაბატაძის მისამართი ტაბატაძემ გადაკვეთა უკვე ცენტრალური ხაზი გრძელი გადაცემა წინ და მხოლოდ მეკარე ლორია იმ ადგილზე სადაც ბურთი დაეშვა შვიდად იღებს დინამოს მეკარე და სწრაფად ვერცმან ვერ შეიყვანა ძლიერად ფეხით გაგზავნა ბურთი წინ ეხლა უკვე მიგინეიშვილი გააკეთებს ალბათ იგივეს ის ხელით
აკეთებს ამას, შეიყვანა ბურთი თამაში, უხიანიძე, გრიგალაშვილი. შემოტრიალდა, ზარია არის მასთან ახლოს. გრიგალაშვილი, დოლიძე. გრიგალაშვილი. გურული. ახლა ჯერჯერობით ფრეა შეხვედრაში და ვის უფრო აძლევს ხელს ეს ფრე. შეიძლება რაღაც ლოგიკური კითხვა იყოს, მაგრამ ალბათ უფრო სტუმრებს. რადგანაც ამ ერთი ქული დინამო შეინარჩუნებს, რაც ყველაზე მთავარია პირველ ადგილს. ხოლო ქუთაისის ტორპედო ჩამოქვეითდება მეოთხე ადგილამდე, რაც ამ გუნდის მიზანი ნამდვილად არ არის მიმდინარე სეზონში. ახლა შეძლებს თუ არა ქუთაისის ტორპედო მატჩის მეორე ნახევრის მეორე ნაწილში უფრო მომატებას, უფრო გაძლიერებას თამაშის რომ შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვოს. ახლა დინამოსთვის ვამბობ ფულასასურველია მეთქი, მაგრამ უნებრივია ესეც საკამათოა შეიძლება ბევრისთვის და ბევრისთვის რომ დინამო ყოველ გამარჯვებისთვის უნდა იბრძოდეს აი ესეთ შეხვედრაში, ასე რომ ამიტომ არის ფეხბურთი საინტერესო, ძალიან ბევრი დავა შეიძლება ყველა საკითხზე. დინამოს აქვს ძალიან კარგი შანსი. დვალი შუაში მარჯვნივ ჩისკო მარცხნივ ვერებაშვილი. მარჯვნივ ჩისკოს მისამართით გაკეთა გადაცემა სტრუმოძრაობა. საჯარიმოშია და უნდა მეთქვა ბრწყინვალე გოლი. უნდა მეთქვა, მაგრამ ძელმა მოიგერია ბურთი, უпростоრად ხარიხამ. ყოჩახჩისკო. ძალიან კარგი პაუზა დაიჭირა. ხედავთ ეხლა აი აქ. დაინახავთ ერთი პაუზა და დაარტყა ზუსტად აქ მეკარემ მხოლოდ სტატისტის როლში იყო, ვერაფერს ვერ იზავდა. ვერაფერს ვერ იზავდა, ძალიან კარგ ფორმაში ყოფი მიგინეიშვილიც კი. ჩისკოს აქ საფეხბურთო კლასი საკმაოდ მაღალი. ამაში ჩვენ არაერთხელ დავრწმუნებულ ვართ, თუნდაც ის ფაქტი, რომ მას დღევანდელი შეხვედრის ჩათვლით, დღევანდელი შეხვედრაში გატანილი გოლის ჩათვლით 19 გოლი აქვს გატანილი, ესეც ბევრზე მეტყველებს და ამ ეპიზოდში არც შვენიერ გოლს გაიტანდა, რომ გამოსულიყო, მაგრამ ეს რომ ცოტა ყოველთვის უშლის ალბათ მაინც ხელს. ტორპედო უტევს, შეიძლება მეც თქვი, რომ უფრო მეტად აქტიურობს, უფრო მეტ მომენტსაც კვრის, მაგრამ აი ესეთი კონტრიერიში შეიძლება კიდევ არაერთი ვიხილოთ. აქ მე მგონი ცვლილებაზე ანიშნა ეკიმმა კლუბის ხელმძღვანელებს, იქ ხმალაძია ტრავმირებული როგორც ჩანს. შეიძლება შესაძლებელი შეიქნას, ნახოთ. არა, ჯერჯერობით დაბრუნდება მომენტს. ჯერჯერობით არაფერი საჭირო არ არის, რას ანიშნებდა ეკიმი. აქედან ძნელი არ ამის გარკვევა, მაგრამ რაღაცას ანიშნებდა. გურული გამოიტანეს დინამოელებმა ბურთი კუხიანიძე. იგალაშვილი დაიძრა წინ, შეიძლება დაარტყა, შევიდა საჯარიმოში. ცოტა გვერდზე მოუწია გასვლა მარჯვნივ და კუთხური. იგალაშვილი მართლა ერთ-ერთი საუკეთესოა და უნდა ითქვას, რომ წინაურ შეხვედრაში საერთო ჯამში გრიგალაშვილმა 3 გოლი გაუტანა დინამოს, ეს მისი სადებიუტო სეზონია ტორპედოში. ერთი გახსოვთ თბილისში გაიტანა, 2 აქ პირველი ეტაპის შეხვედრაში, მეორე წრის მატჩში და არა მარტო დინამოს და ყველასთან ძალიან კარგად თამაშობს ეს ფეხბურთელი და კიდევ ერთხელ მივხვდი ის ფაქტი, რომ მან დაიმსახურა ნაკრებში მოწვევა, ამაზე მეტყველებს. მისი კარგი თამაში ნამდვილად არ გამორჩენია ნაკრების მთავარს. ხარ ფანსულაიამ ძალიან დიდი მანძილი, ძალიან სწრაფად დაფარა, იმისაც რომ ბურთი დაებრუნებინა მოედანზე, მაგრამ არ გამოუვიდა. ესეთი მონდომებისათვისაც ალბათ ფეხბურთელი დასაფასებელია. აუტი. შაშიაშვილი აუტიდან აწვის ბურთს. ხელი. ასე ანიშნებს საჯი. იყო ხელი თამაში ქუთაისელი ფეხბურთელის მხრიდან.
ანიშნებს ჩისკოს საჯი. უკან უნდა დაიწიოს უფრო ხაზისკენ. არ აქვს ხე 1 მეტრს აი ესეთ სიტუაციაში მნიშვნელობა საიდან დაარტყავს. ფეხბურთელი ჩისკომ ჩააწოდა მაღალი ბურთი მიგინეიშვილი გამოდის უშლიან მას ხელს. ასია თუ ისე კუთხურია და მიგინეიშვილის ჯერჯერობით ვერ ახერხებს ამოდგომას. საჯი ამაზე რეაგირებას არ ახდენს. ყოველ შემთხვევაში მან უკვე მიუთითა რომ კუთხურია. ეხლა უკვე იხმობს ექიმებს. გიორგი ლორია თქვენს ეკრანზე დინამოს მეკარე. აღშფოთებულია მიგინეიშვილი ძალიან კარგად ჩანს აქ რომ მას უხეშად ეთამაშნენ. არ ამგონი ხლა ის შესაძლებელი შეიქნას ალბათ მიხედავენ მას ტორპედოს ექიმები და გააგრძელებს ჩვეულებრივ შეხვედრას ტორპედოს კაპიტანი. აღალი ჩაწოდება ვერ დაარტყეს დინამოელებმა გამოიტანა ჭელიძემ ბურთი საკუთარი საჯარიმოდან. არ არის ჯარიმა და სწრაფად თუ განავითარეს ახლა კონტროლში ქუთაისელებმა ნახოთ პასი არ ვარგოდა. ფანჩლაიამ ვერ გააკეთა ზუსტი გადაცემა აქ ისევ დინამოს ფეხბურთელები დვალი შემოტრიალდა დაარტყა შორიდან არაზუსტად. კარგი დარტყმა იყო ესე ჯაბა დვალის. საქართველოს ბოლო 2 ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი. ორი ჯაბადვალი არა ბოლო ჩემპიონატის უკაცრავად სულ ორჯერ იყო ის ბომბარდირი. ერთხელ დინამოს, ერთხელ ზესტაფონის შემადგენლობაში. წელს რომ დინამოელი გახდება ბომბარდირი, ამის ძალიან დიდი ალბათობა უკვე არსებობს. ჩისკოს 19 გოლი აქვს, 17 დვალს და შემდეგ უკვე 13 აქვს მარტვილის ფეხბურთელს საბალომიას. საერთოდ ჯამში დინამოს ფეხბურთელები ყველაზე ხშირად ხდებოდნენ ბომბარდირები, ხოლო მაგრამ არ გამختارან 2008 წლის შემდეგ. ლეგიონერი მხოლოდ ერთხელ იყო საუკეთესო ბომბარდირი, ეს ანდერსონ აკინო იყო, ბრაზილიელი, რომელიც რუსთავის შემადგენლობაში თამაშობდა და ბოლოს დინამოს შემადგენლობაში ბომბარდირი მიხეილ ხუციშვილი გახდა 2008 წელს. დღეს ზესტაფონის სპორტული დირექტორი. ქუთაისელი ბოლოს გახდა სულიკო დავითაშვილი 2004 წელს, ასე რომ საბანაძეს საომავლოდ უფრო ეკნება, რა თუ ქუთაისში დარჩა რა თქმა უნდა. ბომბარდირობის შანსი დღესდღეობით მის ანგარიშზე 10 გოლია და 9 გოლის აღმოფხვრა ცოტა რთული წარმოსადგენია. კიდევ ერთ ცვლებას ამზადებს გიორგი გუჩაძე, ვალერი ბოლქვაძე ამზადება შემოსასვლელად აქ შაშიაშვილი წაიქცა ჯარიმა არ არის, საჯის აზრით ფანჩლაია მიიწევს წინ მარტოა ჯერჯერობით პასი. ცოტა დააგვიანა მე ვფიქრობ მაინც კუხიანიძე საბანაძე უკვე საჯარიმოშია გაისტორა ერთი მეორე დაარტყა საბოლოოდ შეხვდება ბურთი და მეკარი აიღებს აქ. ახაცა აი თითქოს კარგად შეუტი ახლა ქუთაის ტორპედო, მაგრამ ძალიან ნელა მოძრაობდნენ ფეხბურთელები. არ ვიცი ხა ეს დაღლის ბრალი იყო თუ სხვა რამ შეიძლება ვთქვათ. ცოტა მეტი სისხარტე, სისწრაფეა ასეთ სიტუაციაში საჭირო. დინამოს მწვრთნელები წაკეთებენ ცვლილებას, ალვარო ემზადება მოედანზე გამოსასწორად. ალვარო რომელიც თითქოს მუდმივად ძირითადში იყო და თითქოს ყოველთვის სასტარტო შემადგენლობაში იწყებდა, მაგრამ ამჯერად არ არის ასე. არ იყო დღევანდელ შეხვედრაში და მისი ადგილი რეალურად სლოვა გრაიციას ჰქონდა დაკავებული. ის ნაცვლად შემოვა ალვარო, ნახოთ, ორივე გუნდში ხდება ცვლილება. დვალმა ითამაშა კარგად, აქ არ იყო ნამდვილად ჯარიმა, დვალი თვითონ მიიწევს მერებაშვილია ბურთით. დვალი ჩისკო იხსნება მარცხნივ, დვალმა მერებაშვილს მარჯვნივ გადააწოდა, მაგრამ ძალიან ძლიერად. ცვლილებები ვნახოთ, ჯერ ბოლქვაძე ვის ნაცვლად შემოდის. გადის, ვერ ხედავ. გრიგალაშვილის ნაცვლად ბოლქვაძე და ალვარო ვის ნაცვლად შემოდის, ნახოთ. მგონი ხმალაძის ნაცვლად, ხმალაძე დაიწყო. ხმალაძის ნაცვლად ალვარო.
არც ერთ შემთხვევაში არანაირი გადაადგილება არ მოხდება ბუნებრივი აქ ქუთაისის ორთოდოს გულშემატკივარი გახალისდა უფრო მეტად ხედავთ თქვენს ეკრანზეც რა ხდება ტრიბუნებზე და ტორპედო უთეს აი ამ ყველაფრის ფონზე ლორიაჩები მიგალაშვილი არც ეხლა რამდენად არის ტაქტიკური ცვლილება სხვა რამაზე შეიძლება ვისაუბროთ ძალიან ბევრს მოძრაობდა და ძალიან კარგი იყო მთელი მატჩის განმავლობაში შეიძლება დაიღალა მომთარულად და მის დასწრებად ვალერი ბოლკოზე შემოვიდა ძალიან კარგი ნახევარმცველი რომელსაც შეუძლია ბუნებრივია თამაშის განწყობა 25 წლის ნახევარმცველი მას არაერთ გუნდში უთამაშია საქართველოს ჩემპიონატში და ამჯერად ტორპედოს ფეხბურთელი რაც შეეხება ალვარო და ახმალაძის შეცვლას აქაც იგივე არაფერი არ შეიცვლება გადაადგილება არანაირი არ იქნება მოედის ენში ალვარო დაიკავებს თავის კუთვნილ ადგილს ჩაწოდება აქ ზუსტად თამაშობს კვარაცხელია კუხიანიძის რჩება გამოტანილი ბურთი გიგაური ისევ გიგაური ძალიან შორიდან და ძლიერად მაგრამ არ აღწევს მეორე ტაიმში გოლი ჯერჯერობით არ გვინახავს მაგრამ ძალიან კარგ შეხვედრას ვადევნებთ თვალყურს აი კი გიგაურის შორიდან გასროლილი შეიძლება ითქვას ურული უკან გადააწოდა აუტიდან ბურთი ონიანს ჭელიძე ბოლქვაძე მარჯვნივ ტაბატაძე დაიძრა ტაბატაძე ძინ დოლიძე შეიძლება ჩაწოდება მაღალი ჩაწოდება გრაიცი არის თამაშობს თავით განუხტეს სიტუაცია დროებით ქუთაისელმა ფეხბურთელმა ბრძოლა ბურთისათვის კვარაცხელიას გამარჯვებით დასრულდა შემდეგ გურულმა ვერ ითამაშა კარგად და დინამოელებს აქვს კონტრიერისში შანსი ჰქონდათ ჭელიძე თამაშობს კარგად შემდეგ ონიანი დვალია მასთან ახლოს ონიანმა წინ გაგზავნა ბურთი შაშიაშვილი გამოსტილია ეს ფეხბურთელი ხა პოზიციურად ზუსტად დაინახა ყველაფერი გათვალა და განუხტა სიტუაცია ორი ბურთი იყო მოედანზე გურული აწვის აუტი ონიანი მიგინეიშვილი დინამოს კომაგებაც უპასუხეს ქუთაისელებს და ისეთი კვამლია მოედანზე რომ შეიძლება ცოტა ხანში ვერაფერი ვერ დავინახოთ აი ხედავთ ეს დინამოს კომაგები არიან და ამასობაში დინამო უტევს უტევდა ქუთაისელები კიდევ ვერ ცვლილებას ამზადებენ ტუღუში ემზადება მოედანზე გამოსასვლელი ბეკა ტუღუში გიგაური აუარა გვერდი ალვაროს გიგაური მარჯვნივ გადაცემა ერთ ქუთაისელი წაიქცა მაგრამ ქუთაისელები განაგრძობენ ახლა იერიშს უხიანიძე დოლიძე აქ მოედანზეა მაშხალა ეს არ შეიძლება ხა ასეთი რაღაცები უკვე ზედმეტია ტრიბუნებზე რაც უნდა ნამდვილ შემატკივრება მაგრამ ხა მოედანზე გადმოგდება მაშხალების ნამდვილად არ შეიძლება მაინც იმ მომენტში იყო თამაში იმ ხარეს სადაც შორიდან დარტყმა მიგინეიშვილი თამაშობს ძალიან კარგად ენიერი მატჩი აი ხედავთ განმეორებით გრაიცი არის ეს ფეხბურთელი სლოვაკი რომელმაც დაარტყა შორი მანძილიდან მარჯვენა კუთხეში მეკარისაგან და მშვენიერ ნახტომში მოახერხა მიგინეიშვილმა ბურთის აღება ისევ მარჯვნიდან უტევენ ამჯერად ქუთაისელები პასი საჯარიმოში დოლიძე თამაშობს კარგად ესპანელი მცველი მშვენივრად მოქმედებს ამ სიტუაციაში და არ მისცა პასის გაკეთების საშუალება დოლიძეს დოლიძე გავა სწორედ მოედნიდან და მის ნაცვლად შემოვა ტუღუში ეს უფრო გაძლიერებას ნიშნავს რადგანაც რეალურად ტუღუში ფორვარდია აკალი ალბათ ფლანგიდან ითამაშებს მაგრამ ცდილობენ ალბათ გეგუჩადეს და საერთოდ ქუთაისის ტორპედო ეცდება უფრო მეტად გააქტიურონ თამაში ბოლო მომენტში შეძლოს ქუთაისის ტორპედომ გარდატეხის შეტანა ამის სურვილი ყოველ შემთხვევაში ამ ცვლილებით ჩანს გიგაური ისევ მარჯვნივ დააბრუნა ბურთი
ჩაწოდება გამოიტანეს დინამოელებმა ჯარიმა არ არის აქ იგაური ტუღუში ძალიან ბევრი არის შეჯგუფული ხა ტორპედოს ფეხბურთელები და ვაკუცათ ესეც იყო მიზეზი იმის რომ დაგახეს ეს ფერვერკი დინამოს გულშემატკივართა შესრულებით გლიშიჩი ემზადება დინამოსვიდან მოედანზე გამოსასვლელად მერებაშვილის ნაცვლად გლიშიჩი ეს უფრო დაცვის გაძლიერებას არა ნახევარ დაცვის გაძლიერებას შეიძლება ვთქვა ნიშნავს რადგან გლიშიჩი არ არის ფეხბურთელი რომელიც უფრო კარგად უთევს ვიდრე მერებაშვილი ფლანგზე ითამაშებს და უფრო ეცდება გააკონტროლოს მთელი ფლანგი ცოტა დრო არის ძალიან დარჩენილი მატჩის დასრულებამდე და ორივე გუნდის მწვრთნელებმა გარკვეულწლებები მოახდინა და მე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში ცვლილებებიდან გამომდინარე შეიძლება ეს დასკვნა გავაკეთოთ რომ ტორპედოს მწვრთნელები უფრო მოგებაზე ფიქრობენ დინამოსი კი უფრო ანგარიშის შენარჩუნებაზე მოგებაზე უარს არ არის არც დინამო გაური ჩელიძე აკუთარ ნახევარზე არის ტორპედოს ფეხბურთელები შეცდომა დაუშვა ჩელიძემ არ არის აქ დამაჯგარი მდგომარეობა ნახოთ რას იზავენ დარტყმა და გადარჩა ეხა ამ შემთხვევაში ქუთაისის ტორპედო ჩისკოს ჰქონდა რეალური შანსი რომ ეს თამაში მოეგო პირდაპირ ვამბობ ამას ალბათ ამის შემდეგ ძალიან გაუჭირდებოდა ქუთაისის ტორპედოს თამაშის შემოტრიალება ხედავთ აქ დვალმა გაატარა არც დვალი არისო თამაშგარი მდგომარეობაში და ჩისკო მით უმეტეს ახლო მანძილიდან დაარტყა და აცილა კიდევ ერთხელ მეორე ფესი იყო ალბათ სერიოზული შანსი. ჩვენმა 17 წლამდელებმა კი წააგეს სამწუხაროდ 2-1 ავსტრიასთან. დანარჩენი რა მოხდა, რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ირლანდია სერბეთის 1-1 დასრულდა. ჩვენ ვერ გავედით და დანარჩენმა სხვა მიდარდოს. კიდევ ერთხელ მორიგი შეტევა უფრო სწორად ალვარო ჩაწოდება გამოიტანეს ქუთაისელმა ფეხბურთელებმა. მე არ ვიცი, მაგრამ აი სკეპტიკოსები, რომლებიც ამბობენ რომ საქართველოს ჩემპიონატის მატჩების სფერა არ არის აი და მაინც კარგი და იქ რაღაცა რა ხდება როგორ ხდება ამ თამაშს რომ აყურებინო მე მგონი არ იქნება ცუდი ყოველ შემთხვევაში დატანაშვილი გამოვა დვალის ნაცვლად ფორვარდის ნაცვლად აქ არაფერი არ შეიძლება რა თქმა უნდა ამაუტმა ისეთი ნებადაღელვა გამოიწვია ტორპედოს სარდარიოს გამზე რომ ეხლა ამბობ ვიტყვი ის მოკდა ბურთი უკანასკნელი მაგრამ მათ ძალიან გააპროტესტეს ჯარიმა საჯმა გვერდითმა არბიტრმა აცია ჩქარობენ არ ვიცი ხა ზუსტად რამდენია დრო დარჩენილი ეს ხოლმე საჯმა იცის მაგრამ ჩქარობენ ქუთაისელი ფეხბურთელები თავისუფალი დარტყმა საფრთხო თამაში დინამოელებმა განაახლეს თამაში ალვარო პასი საჯარიმოში რაიცი არის დასარტყმელია დაარტყა და მეკარე მაიღო ბოლო წუთები ტორპედოს ფეხბურთელები უფრო მეტად გააქტიურდნენ დინამოს ფეხბურთელები უფრო მეტად გააქტიურდნენ და ორჯერ პირველი განსაკუთრებით ალბათ რეალური შანსი იყო აქ ტორპედო უტევს და 1-1-ია და ლორია მოარტყა ხელი
განცულაიას თუ ვინ იყო, ტუგუში იყო ეს ფეხბურთელი, მას ჰქონდა შანსი გაეტანა, არ ვიცი ხა, მართლა სასწაული ასეთი თამაში საქართველოს ჩემპიონში ძალიან დიდი ხანია არ ყოფილა. ძალიან დიდი ხანია მართლა მე ყოველ შემთხვევაში ასეთი დრამატული ფინალი არც ერთი მატჩისა არ მინახავს. იქ წაქცეულია ერთ-ერთი დინამოელი, მაგრამ ქუთაისელები არ აგდებენ ბურთს. მარჯვენად გადავა ბურთი და განმეორებით არის ხა ის ეპიზოდის ანახი ხელზე მეკარეს მოხდა რა ხა ცირე არ ვიცი ქუთაისელები ედავებიან რომ იქ ხელზე მოხდა ვის მეორე თუ გვექნება ჩვენ საშუალება ალბათ დავინახავთ. აი ეს ეპიზოდია ხედავთ აი აქ ტუგუში 1-1-ზეა, სადაც სრულ მოძრაობა. აუ პენალტია. ეს 100%-იანი პენალტია. 100%-იანი პენალტია. განმეორებით კიდევ ერთხელ შაშიაშვილს ხდება ხელზე ბურთი. აი ხედავთ. არა, აქ სხვა აზრი არ არის. აქ სხვა აზრი არ არის, აქ პენალტი იყო. არ ვიცი ხა უჩამთვლი ტორპედოს კომაგათ მაინც და მაინც, მაგრამ ეს თუ ხელი არ არის, სხვა რა შემთხვევაში უნდა დაინიშნოს პენალტი. სხვა რა შემთხვევაში უნდა დაინიშნოს. ოთარ ხეცაძე, მე არ მგონია ქუთაისის ტორპედოს კომაგთა და ხელმძღვანელთა მხრიდან ამჯერადაც აიმსახუროს მატჩის შემდეგ პატივისცემა, წინა შეხვედრა გავიხსენე მე უკვე. მაშინ იყვნენ ძალიან უკმაყოფილონი და დღესაც ისინი დარჩებიან ძალიან უკმაყოფილონი. სულთურად სწორად ედავებოდნენ, აქვს. სხვანაირად როგორ შეიძლება ეხა ეს ეპიზოდი შეფასდეს, თუ ხელი სახეზე ქონდა აფარებული, შეიძლება ვინმე თქვას, მაგრამ ხელი თამაშის საჯარიმოში, როდესაც ბურთი კარის მიმართულებით მიდის, არის პენალტი. ეხლა საჯი რამდენს დაამატებს, ნახავთ. ალბათ. ამ თამაში კიდევ დიდხანს ისაუბრებენ, ბუნებრივია, თვითონ თამაშიც იძლევა ამის საშუალებას და განსაკუთრებით აი ეს ეპიზოდი, ბოლოს რომელიც იყო აქ ისევ ტორპედოს ფეხბურთელები. უგუში ძალიან კარგია, გასდა უსტარი, შევიდა საჯარიმოში, კიდევ ერთი სრულმოძრაობა. კიდევ ერთი და ბურთი გაექცა საბოლოოდ. ოთხი წუთია დამატებული. გარიმ. აჯერიმე ქუთაისელი ფეხბურთელები. რაიცი არის შედის საჯარიმოში. კუთხური. ბოლო წუთები დღევანდელი შეხვედრის. ორი გოლი პირველ ტაიმში ნახე და ძალიან ბევრი საინტერესო მომენტი მეორე ტაიმში. ძალიან ბევრი. ურის ცენტრალურმა მატჩმა გაამართლა. ერთადერთი ვერ გაამართლა თავადმა. ქუთაისელები შეტევაზე ტუგუში საათღა გააკეთა გადაცემა, გამოვიდა იქიდან საბანაძე, ცოტა დროზე უნდა გაეკეთებინა ეს. ქუთაისელები მარცხენა ფრთაზე რომისენჩი გიგაური უნდა ბოლქვაძე ურული საბანაძე მიიღებს ალბათ ბურთს ვერ მიიღო ბურთი და იგინეიშვილი. ალბათ დაარტყეს სინდიოდა.
არტყაძლიერად. ალვარო მოედნისენში დინამოელები თატანაშვილმა ვერ გააჩერა. და ისევ ქუთაისელები. მურული. ტუღუში. გოკვაძე. მარჯვნივ გადაიტანა თამაში. არც თუ ისე კარგად აუტი უნდა მოაწოდოს ტაბატაძემ. უნდა გაეხსნას ვინმე ჯერ. იგაური. უხიანიძე. ალბათ უნდა ბოლო შეტევა, ბოლო ერთი კარგი შეტევა მოამზადონ ქუთაისელებმა, თუმცა ვეღარ ახერხებენ ამის გაკეთებას და დინამოს ფეხბურთელების კონტრიერში თატანაშვილი ახლად შემოსულა ძალიან სწრაფად გადავიდა. ბეტოკის საჯარიმოში ჯარიმი. უხიანიძე ჯარიმდება გრაიციასთან ერთად ბრძოლის დროს. ჯარიმა დინამოელები შეასრულებენ. ესეთი ეპიზოდი ყოველთვის შანსია ნებისმიერი გუნდისთვის, სტანდარტული სიტუაცია, ბოლო წამებზე დარტყმა მეკარე იგერა. ცოტა უკეთ უნდა გამოეყენებინათ, ეხლა ეს იყო კიდევ ერთხელ მეორე ბოლო შანსი. იქ შეუშალა ხელი ერთ-ერთმა დინამოელმა ყვითელი ბარათი, ეხლა ამას ნაკლები მნიშნავს. მარჯვენა ფრთიდან ქუთაისელი ფეხბურთელები. დინამოელები ბურთით. მარჯვენა ფრთაზე ალვარო. შეიძლება ალბათ პასის გაკეთება ალვარო ინარჩუნებს ბურთი ისევ დინამოს ფეხბურთელები ალვარო წამოდგა მოახერხა და დასრულდა შეხვედრა. დასრულდა მატჩი 1-1. თამაში რომელიც ძალიან საინტერესო გამოდგა, გოლები გაიტანეს ბერიაშვილმა და ჩისკომ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იყო ეპიზოდი მატჩში ძალიან ბევრი კარგი ეპიზოდი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაგრამ იყო ეპიზოდი, რომელიც გამოიწვევს ძალიან ბევრ საუბარს. ეს იყო ის ეპიზოდი, როდესაც ბურთი ხელზე მოხვდა დინამოს საჯარიმოში ბოლო წუთებზე. რა თქმა უნდა ეხლა საჭთან პრეტენზიები აქვს ქუთაისელ ფეხბურთელებს, აქვს უშემატკივრებსაც, აქვს ხელმძღვანელებსაც. მაგრამ რას ესეთია ფეხბურთი და უბრალოდ ეს კითხვა მე თამაშის წინ დავცვი, არ ვიცი გულმანბიგზო თუ რა იყო, მაგრამ აქ არის საუბარი ყოველთვის იმაზე, რომ საჯის მსგავს შეხვედრებში უფრო კომპეტენტური მსაჯები უნდა ინიშნებოდნენ. მაპატიოს ყველამ ამას რო ვამბობ, მაგრამ ეს ჩემი აზრია მხოლოდ და მხოლოდ. დიდი მადლობა ყურადღებისათვის.